მიზეშედეგობრიობის და რიტმულობის კანონი წარმოშობს ციკლურობას. ეს ცალკე კანონად არ არის გამოტანილი ჰერმეტულ სწავლებაში, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონია სამყაროს, ყველაფერი სამყაროში არის ციკლური პატარა ატომით დაწყებული, დიდი კოსმოსით დამთავრებული. ციკლურობა რა არის? ეს არის განმეორებადი მოვლენები, განმეორებადი პატერნები, ციკლები ჩვენი ცხოვრების, განმეორებადი სცენარები, აკვირდებით თქვენს ცხოვრებას და ერთი და იგივე ლანდშაფტი იცვლება, პერსონაჟები იცვლება, სცენარი იგივეა, რაღაცა პატარა ნიუანსების შეცვლით, ხო? და დიდ ეს პირდაპირ დროის ფენომენზე არის ეს მიბმული პირდაპირ. სამყაროში მოქმედებს ორი ციკლის სისტემა, ერთი არის მზის ციკლები და მეორე ეს არის მთვარის ციკლები. თუკი ადამიანი ცხოვრობს ინერციულად, მოკლედ, ყოველგვარი რაღაცა სულიერი პრაქტიკების გარეშე, ყველაფრის გარეშე, ის ავტომატურად იმეორებს მამაკაცი მზის ციკლებს იმეორებს, იმიტომ რომ მზე და ცეცხლი არის უფრო მამაკაცური საწყისი, ხოლო ქალი იმეორებს მთვარის ციკლებს, მაგრამ ეს ისე ყველასთვის აპრიორი რო ასია. თუ ქალს აქვს თქვა ჭარბად ცეცხლოვანი ენერგია, მაშინ ის რა თქმა უნდა იმეორებს მზის ციკლებსაც. ქალს აქვს ის უპირატესობა, რაც გონიათ რომ რატომღაც წყევლა და ეს არის რაღაცა სასირცხვილოა და ეს კიდე კულტუროლოგიური ის არის დამღარი. ყოველ თვეში ერთხელ ქალს აქვს ციკლი და ეს არის მთვარის ციკლის ასახვა. ეს არის ქალისთვის უდიდესი პრივილეგია, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ მან მერე კაცობრიული რასა უნდა გააგრძელოს და უსასრულოდ ფაქტობრივად საკაცობრიო უკვდავება არის ამაზე მიბმული, ხო? ამიტომაც აქვს ქალს ეს პრივილეგია, რომ მთვარის ციკლებზე იყოს მიბმული, მაგრამ არის ისეთი ციკლები, რომელიც დამაზიანებელი ციკლებია, კარმული ციკლები, საოჯახო საგვარეულო ციკლები, რა ვიცი, სხვა პატერნები. ხო, მან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამოვიცნოთ აი ეს ციკლი პირველ რიგში. აი ხა გაცნობიერება რო ვთქვით, პირველ რიგში უნდა გავშიფროთ, რომ ეს არის ციკლი. ეს არის პატერნი, რომელიც მუდმივად მეორდება. და აი ამას რომ დავიჭერთ, რომ ეს მეორდება, მერე ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ამ პროგრამით გაგრძელება, ამ ციკლით, აი ამ სცენარით გაგრძელება ცხოვრების. მას ვეუბნებით ან დიდ არას, ან კის ვეუბნებით და ისევ ეს მეორდება და მეორდება უწყვეტად. არსად არ წავა. თქვენ თუ არას არ იტყვით, არას თქმა რას ნიშნავს იცით? ახლა გეტყვით როგორც მუშაობს ეგ ყველაფერი. მოდის ერთი პროგრამა, ერთი ციკლი, ჩემ თავზე მაგ გამოცდილი ახლა რასაც გიყვებით. და მოდის მე თითქოს გადაილახა და ჩახურე თითქოს და გაიხე და მოვიდა სხვა სცენარით, ისევ მოვიდა იგივე სცენარი. ნუ სხვა პერსონაჟები არიან. და ბოლოს მოხვედი აზრზე და ხვდები, რომ ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეში ხარ ერთი და იგივე პერსონაჟები არიან. ეხლა რას აკეთებ? ეუბნები დიდ არას, მაგრამ რა ხდება, რას გიკეთებს ციკლი? საუკეთესო ვერსიას გიგზავნის იმავე სცენარის. ისეთ მაგარ სცენარს გიგზავნის, რომ შენ თავს ეუბნები, აი ეს ერთიც და მორჩა რა. და ისევ იმავე ციკლში გაბრუნებს, მაგრამ თუ ძლიერი ხარ და თუ მტკიცედ გადაწყვიტე რომ თქვა არა, მაშინ ციკლი უკან იხევს. და შემდეგი სცენარი, რომელსაც შემოგთავაზებს, იქნება 50-50-იან 70-ზე, რამდენიც არის დარჩა. რომ ძველი ციკლიდანაც არის რაღაცა ელემენტები, მაგრამ ახალიც არის, რომელიც შენ უკვე შეუკვეთე ახალი ალგორითმით. ეხლა გიყურებს რა სამყარო, რომ ამას მიიღებ თუ არ მიიღებ, იცნობ თუ ვერ იცნობ და აი ის რომ რაღაცა განსხვავებულია, ის გატყუებს და გონია რომ ეს არ არის სცენარი, ეს განსხვავებულია, იმიტომ რომ იქ რაღაცა ელემენტებია განსხვავებული, მაგრამ ამ დროს გვინდა კიდე მეტი გონიერება, რომ
აი ეს ძველი ციკლიდან არის. არა, მე ამას არ მივიღებ, იმიტომ რომ ეს მაინც ძველი ციკლიდან არის და მე ციკლი იძულებულია კიდე უკან დაიხიოს და კიდე ახალი სცენარი წამოვიდეს, სადაც კიდე უფრო ნაკლები პროცენტულობით იქნება ძველი სცენარიდან. ასე ნელ-ნელა ციკლი იხევს უკან. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ისეთი ლამაზი სცენარი მოგიტანოს, ლანგარზე მოგართვას, რომ მართლა უბრალოდ არ მოგინდეს, რომ ამ სცენარიდან გახვიდე. ოღონდ ეს ხდება უკვე მაღალ განვითარებაში ყველას ერთ-ერთი რთული გამოცდაა რა. შენ რო გგონია რომ აი უკვე ციკლები დავამარცხე, მაღალი ვიბრაციები ავწიე, სიხშირეები ავწიე, რა მაგარი ტიპი ვარ, რა მაგარი ვარ და ამ დროს ბრახდა რაღაცა სცენარს შემოგიგდებს ისაც, რომელიც სულ ძველი იმიდან არის პროგრამებიდან, ძველი ციკლებიდან არის. აბა თუ მაგარი ხარ, ეხა გაუძელი რა, ხო ხარ მაგარი ტიპი. ხო, ნუ ესეთი გამოცდები არის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებული და რა ვიცი, აბა ან გაუძლებთ, ან არ გაუძლებთ, ან კის ვეტყვით, ან არას ვეტყვით. ხო, და მე ამის მიხედვით კომბინაციები იცვლება, ჩვენი ცხოვრების სცენარები იცვლება იმის მიხედვით, რას ვეუბნებით ჰოს და რას არას. ხო, ნუ ესეც საინტერესოა, ხო, ეს ყველაფერი მაინც. ჩვენს ტყავზე რო ვცდით განსაკუთრებით მაშინ.